ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე. დაკავებულები გორის მუნიციპალიტეტიდან არიან და დირბში სტუმრად იმყოფებოდნენ. როგორც ახლობლები ამბობენ, სავარაუდოდ ორივეს გზაებნა და რუსების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დე-ფაქტო რეჟიმი გატაცებულებს ეგრეთ წოდებული საასხურის კვეთას ედავება. ისინი სავარაუდოდ ახლა ცხინვალის იზოლატორში არიან და ბრალის წარდგენას ელოდებიან. უკანონოდ დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით. უკანონოდ დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის საადამკვირვებლო მისიის ოპერირებული ცხელი ხაზი. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმაღლეს ვადაში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებებზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აქ იყვნენ ჩემთან ყურივ ჭამეთ და წავიდნენ. შეეშალათ გზამიერე და გადავთვალიდან ასულამიერე იქ. ჩვენ შევძებდით მე იმ ღამეს 4 საათამდე დასულები ვიყავით მანქანით ვერ იპოვეს ჩვენ. და თქო შეეშალათ დასმები რა იყვნენ ასულამიერე გადავთვალა პირდაპირ. კილომეტრი ნახევარში არის აქ ოსების სოფელი ჯულეთი და ისე. შემოღობილები აქვთ თავანთი ეს არის მართული ხართებით აგაკეთებული და